დღეს ორი მუხლი მინდა გაგიზიაროთ წმინდა წერილიდან. ეს არის იგავების მესამე თავი, მეხუთე და მეექვსე მუხლები. მთელი შენი გულით მიენდე უფალს და შენს გონიერებას ნუ დაეყრდნობი. ყოველ შენს გზაზე შეიცანი უფალი და ის მოგისწორებს ბილიკებს. მეგობრებო, ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ საბოლოო სიტყვა ეკუთვნის უფალს. შეიძლება ყველაფერი გაითვალო, შეიძლება ყველა კავშირი, ყველა შესაძლო განვითარების ვარიანტი და ვერსია გამოიანგარიშო, ყველაფრისთვის მოემზადო, დაზღვევის პაკეტით შეიძინო, მაგრამ საბოლოო ჯამში არაფერმა გაამართლოს. იმიტომ რომ ერთადერთი, ვისაც შეუძლია მოგვცეს 100%-იანი გარანტია, რომ იქნება თავისი სიტყვის სადარაჯოზე, თავისი გათვლების სადარაჯოზე. ერთადერთი, ვისაც შეუძლია თქვას, რომ უმალ ცად და დედამიწა გადაივლიან, ჩემი სიტყვები კი არ გადაივლიან. არის უფალი იესო ქრისტე, არის ჩვენი ზეციერი მამიკო, ძვირფასი სული წმინდა. ამიტომ წმინდა წერილი გვეუბნება, მთელი შენი გულით მიენდე უფალს და ნუ დაეყრდნობი შენს გონიერებას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი გონიერება, სიბრძნე და გამოცდილება არ უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ დასაყრდენი უნდა იყოს ჩვენ ცხოვრებაში. ღმერთი სიტყვა. შეიძლება ბევრი რამ გამოიანგარიშო, შეიძლება ბევრი რამ დაგეგმო, მაგრამ თუ უფალმა არ მოიწონა შენი გეგმა, არ მოიწონა შენი გადაწყვეტილება, არ უწერია ასრულება შენს ჩანაფიქრს და მოქმედებებს წარმატების მიღწევა. და მეორე, ყველა შენს გზაზე შეიცანი უფალი და ის მოგისწორებს ბილიკებს. თითქოს ეს ავითარებს წინა მუხლში გადმოცემულ აზრს. აპირებ სადღაც წახვიდე? აპირებ რაღაცა ბიზნესში თანხის ჩადებას, ვიღაცასთან ცხოვრების დაკავშირებას, აპირებ ამა თუ იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას. გაერკვიე, რას ფიქრობს ამაზე ღმერთი. უპირველეს ყოვლისა, რამდენად შეესაბამება იგი ღმერთის მცნებებს, რამდენად შეესაბამება იგი ჭეშმარიტებას, სახარებიდან, წმინდა წერილიდან. და მეორეც, რას ფიქრობს ღმერთი დროებსა და ვადებზე, შენი ცხოვრების ამ ეტაპზე, ამ კონკრეტულ გეგმასთან დაკავშირებით. როგორც წერია, ჩემი ცხვარი ისმენსო ჩემს ხმას, თუ მთელი გულით გინდა ღმერთის ნებას დაემორჩილო, შეიცნო უფლის ნება, ის უზრუნველყოფს, რომ შენთვის გასაგებენაზე დაელაპარაკო შენს ფიქრებში, შენს გულში, წმინდა წერილიდან, სიზმრიდან, მეგობრიდან, ქადაგებიდან, მიგახვედრებს უფალი, თუ მართლა გინდა შეიცნო მისი ნება ყველა შენს გზაზე და აი ჯილდოც ის მოგისწორებს ბილიკებს. სად ის რომ რაღაცა მიზნისკენ მიდიხარ წლების განმავლობაში მოხვეული უამრავი განსაცდელითა და ხაფანგებით ავსებულ გზაზე და სად ის რომ თავად უფალი მოგისწორებს სავალ ბილიკს, რათა ყველაზე სწრაფად, ეფექტიანად და წარმატებულად მიაღწიო მიზნამდე, რომელიც საუკუნოდ დარჩება როგორც ნაყოფი უფლის სადიდებლად შენ ცხოვრებაში და შენი გულის გასახარად, რა თქმა უნდა. თხოვ სული წმინდას, გაგვიცხადოს ეს ჭეშმარიტება, მეც და თქვენც, მამა ღმერთის სადიდებლად და ჩვენი გულების გასახარად, იესო ქრისტეს სახელით. ამინ.